მინდი შენ შეგიძლია ჩემპიონო. მიყიდა მსხვილი თქო. მოდი ძმა მოხსენია საერბაგი როგორც დააყენე. 1,4,500 დავშლი ამ აირბაგს და ვნახავ რაში ჩავა ალექსანდრემ. ჩამოვედით ჯიპთან, ვეცადეთ დაკოქვას, დავქოქეთ კიდევაც, ყველაფერი კარგად მუშაობს, ერთადერთი პრობლემის გარდა. სალნიკი აპარებს, იმიტომ რომ არ არის სალნიკი. ჩავედით მე და ალე, ვიყიდეთ სალნიკი და ცოტა სქელი აღმოჩნდა ვიდრე საჭირო. დიამეტრი სწორი. მაგრამ ახლა ვერ ვსვავთ ადგილზე. აი ხა მოდის ძიმძიმი არტილერია. შედი რა. არა. სერგოს იდეა ქონდა, რომ აი ესე შეიძლება უკეთესად შევიდეს რა, ანუ პირდაპირ ბოლტით რომ მოუჭიროს და ეგ იდეა კარგია. რა შუტკა დაგჭირდება. ტალანტია რა სერგო ტალანტი. ყველამ თითო გული დავუწეროთ კომენტარებში სერგოს რეჟიმი. სერგო ქირურგი, პროფესიონალი. მიდი ხა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა მოვათავსოთ რადიატორში. სერგო ეს უკვე ხურობა არ არის აშკარად. ხელსაწყოები. რა ხელსაწყოები შპილკა მომეცით. შპილკა მომეცით. მედდაო. შპილკა. ის რაღაცა ძალიან მარტივად შევიდა. ახლა რომ გამოვაპაროს მაგრამ გაასწრებ. არა. უფლება არა. არ მეგონა თუ ასეთი მოკლეთითებით ასეთ რთულ საქმეს გააკეთებთ სერგო. ქირურგმა სერგომ საქმე დაამთავრა. დააფარა. სერგო საკმაოდ კომფორტულად ზის სკამზე. ზუსტად თავის ზომაზეა მორგებული სკამი, აი. წავიდა, ქოქავთ. დავიღალე. ჯობი არ გააპაროს იმ სალიკმა. აპარებს ისევ. არა მგონია. არა, ძმა. თითები მიმთავრდება. აი სადაც. ლაძიკო. არა, ჯიგრულადა. შუქი ის. ჯიგრულადა. 5 თითი მეყვა. დავედი მე მაშინ. დააღენე უკან, საერთოდ მივდივარ მკითხავთ. არხის გამოსაწერად და დასაბაიქებლად ვიდეოს. პლუს კომენტარი უნდა დავწერო. თქვენს გირჩათ. უკან ჩავიდე? ბოდიში რომ გაწყვეტინებთ ვიდეოს ყურებას. ერთ-ერთი პროექტიდან გიერთდებით და მინდა რომ გითხრათ რომ წლის ბოლო ვიდეო არის ეს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი წელი იყო. 5 ჯერ მეტნი გავხდით წინა წელთან შედარებით. წინა წლის დასაწყისში ჩავიფიქრე რომ 10,000-ზე დავამთავრებდით, მაგრამ 6,000-ს არ არის ცუდი. მაგრამ არხი გამოიწერეთ მაინც ყოველივე შემთხვევაში, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, დაალაიქეთ ვიდეო და შეგახსენებთ აქვე რომ მანქანების ჩამოყვანის სერვისიც გვაქვს, ჩამოყვავს მანქანები ამერიკიდან, იაპონიიდან და ასე შემდეგ. თუ გინდათ მანქანის ჩამოყვანა, მოიწერეთ. ეხლა კიდე ვიდეოს ყურება გააგრძელეთ. ყველაზე ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში ყავხართ. მინდა რომ სულ ბედნიერები იყოთ და ჩვენ გვიყუროთ და გაგვეხაროთ ნახვებით, ლაიქებით და კეთილი კომენტარებით. მოკლედ გააგრძელეთ ვიდეოს ყურება, შეგერგოთ, რასაც ჭამთ, რასაც ვსვავთ. ბაი, წავიდეთ.
ჩვენი Jeep Compass-ის პროექტი გრძელდება, კაპოტი როგორც აღმოჩნდა, როგორც ველოდებოდით რა ამას, მაგრამ მაინც ვცადეთ და გავრისკეთ, რომ არ გვეყიდა. ეხლა მივიდივართ კაპოტის წამოსაღებად. მანქანა უკვე ხუჩაძიასთან არის, მამაჩემმა ჩაიყვანა დილიდანვე. ტორპედოც გადატანილია და 2-3 დღეში გვითხრეს რომ მზად იქნება, ესე იგი შემდეგ კვირას დაველოდებით უკვე. მასე მივეჩვიე. დავამოღამე როგორც უნდა მოვექცე ამის ვადებს. всё, ესე იგი ერთ კვირაში ტორპედო გვექნება, ეხლა კაპოტს ავიღებთ, ვიზუალურს მიეხედება ამ ერთ კვირაში ზუსტად და როდესაც შეღებილი იქნება მანქანა უკვე ჩავუჯდებით და ავაწყობთ მთლიან სალონს. ეხლა კიდე კაპოტისკენ წავიდეთ. თქვენ კიდე არ დაგავიწყოთ გამოიწეროთ არხი და აუცილებლად გააქტიუროთ ზარის ხილაკი. დროებით. ავიღეთ კაპოტი. всё, ალექსების გუნდი მიემართება ეხლა შემდეგ ლოკაციაზე. აგერ ჩვენი კაპოტიც დავტოვეთ. აგერ ჩვენი მანქანაც მოჩანს. ეს კაპოტი აღარ გამოგვადგება. ჩემი აზრით, რამდენიმე დღეში უკვე მზად იქნება ეს მანქანა იმისთვის, რომ შეიღებოს როგორც მინიმუმ. ნახოთ, აბა რას ვიზავთ. ეხლა მეტი საქმე არ გვაქვს აქ. დავტოვეთ კაპოტი, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ აიზბოროს ეს მანქანა და აიწყოს საბოლოო ჯამში. ტორპედო დაგვრჩა, სალონს მერე მივხედავთ. ვიზუალურად ეს მანქანა მზად არის და მარტო ხუჩას ხელშია ამ მანქანის ბედი. წავედით ჩვენ შემდეგ პროექტებზე. არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ პროექტებზე. ჩვენი Jeep Compass-ის ტორპედო არის მზად. მახოთ გაგვეჩითა და წაგვიყვანს ახლა ჩვენს Honda Fit-თან. თუ გაინტერესებთ აქ რას ვაკეთებთ და რა გვინდა აქ და საერთოდ რა ლოკაციაა ეს. არხზე გადადით და წინა ვიდეოებში Subaru Outback-ის აღდგენის გზაზე. ნახავთ თუ რას ვაკეთებთ და რატო ვართ აქ. Fit-ში გადავინაცვლით. მანქანიდან მანქანაში ვჯდებით. ერთდროულად ვაწყობთ რამდენიმე პროექტს, პლუს ველოდებით რამდენიმე პროექტს, მაგის ნაწილებსაც ვაგროვებთ და მოკლედ არხი გამოიწერეთ. დალაიქეთ ვიდეო, დაელოდეთ ახალ პროექტებს და ძალიან დიდი მადლობა რომ ახლოს გვიდგახართ. აი ეს მანქანაც იგივეს გთავაზობთ. ჭეშმარიტია ძმა. სწორ სიძახიო, ხო? აგერ არხი გამოიწერეთ, წავედით ჩვენ კიდე ტორპედოს მოსატანად. ესე იგი, აგერ ესე გამოიყურება ჩვენი ტორპედო. ტყავშია ახლა, ტყავის შემცველში, მაგრამ ტყავს გავს საკმაოდ. ის პლასმასის იყო და პლასმას უფრო გავდა. მოკლედ თან იმუშავებს, თან ტყავია, თან როგორც გვეუბნებიან და ნუ ეგრეც არის. იჭრება ეს, მე თავისუფლად, როდესაც იხსნება ხოლმე airbag-ი, ამას ჭრის. არ ვიცი როგორ აკეთებენ, მაგრამ ეგრეაო. ესე იგი მუშაობს ეგრე. კარგად არის გადაკრული, აქ ჩვენ Jeep Renegade-იც გავაკეთეთ, რომლის ვიდეოები უკვე არ ხსედევს, შეგიძლიათ ნახოთ. მოკლედ ეხლა ავიღებთ ამ ტორპედოს, წავიღებთ და როდესაც მზად იქნება ვიზუალურად ჩვენი Jeep-ი, მე დავაყენებთ ამას და მოვრჩებით. ეგ არის და ეგ, წავიდეთ. ჩადი შემდეგ გადმოვაგდებ რა. არა. გამო. ესე ჩავიდეთ ისევ. ერთხელ მაინც ქნათ რა ეგრე. დავიბი. ჩემი ჟაკეტი რომ შემოდიალ. გაიხარე ძმაო. აქეთ მხარე აქ. ესე იგი მეგობრებო ჩვენი Jeep-ი ამბები გრძელდება, დავიბრუნეთ Jeep-ი, შეღებილი არის, ღამე არ გაჩვენებთ, მე და ალექსი. დღეს საკმაოდ ვიჯექით და გადავწყვიტეთ რომ ისევ ავაწყოთ, რატომღაც ისევ ღამეა და რატომღაც მაინც დიდი мотивაციით შევუდექით ახლა ამ საქმეს, ალექსი უფრო ვიდრე მე, სიმართლე რომ ითქვას, მაგრამ ბარემ დღეს მოვიშორებთ რომ ხვალ საკაიფოდ ვიზარმაცოთ და დავისრულოთ. სხვა საქმე არ გვაქვს, ყველა პროექტს ვასრულებთ ნელ-ნელა. ახალნაკაც კი ველოდებით, მაგრამ ერთი დღე გვაქვს და ძალიან ტკბილად უნდა დავისრულოთ. თან კვირა დღე არის ხვალ და მოკლედ ჯობია დღეს გავაკეთოთ ვიდრე ხვალ, იმიტომ რომ ხვალ კვირა დღე მოგეხსენებათ და კვირა დღე არის ისეთი დღე, ყველა სამსახურში ყველა ისვენებს და მოკლედ გადავწყვეტოთ რომ ეს აღამოს მოვიშოროთ უცბად ეს საქმე, იმიტომ რომ დიდი არაფერია და ხვალ წყნარ და მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი დასვენება. დიდი არაფერია, სულ რაღაცა 400 ვოლტია. არაფერი. 405-ია მე მგონი, ხო? ზუსტად ეგრე. ხო, არაფერი ისე. 20 დავაყენებთ და საკმარისია, წავედით.
ესე იგი მეგობრებო, აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი ტორპედო. ეხლაც კი პროცესში ვართ აწყობის, აგერ კიდევ ერთხელ. ცოტა უხეშად უნდა მოვაპყროთ, თორე ისე არ გამო. უი. ძირს ჩავა. არა, მან და არ არის ძმა. სად? იმენა ძირსა. სად? შასიზე. რა კარგია. მაგარი. აი ისე ზედმეტი იყო აქ ორი ხო არის? ხო. ანუ ორი აქ არის, ორი იქ არის და ეს ერთი ესე იგი ზედმეტია. თან ანუ შეიძლება ამასთან პრობლემა გაჩენოდა ახლა ამ პლასმასთან. აქ თავისი გზა იპოვა, მოკლედ რა არის ნერვიულად. მიდი ხმა თუ ექნება. კარები მეჩქუება რაღაც. მე მგონი არა ლეგიხნა რა გულბოლ. და თქვილა ვეძე. კაი. ასე? აი კიდე თუ მოვძებნეთ. სტაბილურად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი შედეგი უკვე აი ასე გამოიყურება. მე კიდე ესე გამოვიყურებ. ეხა უთხარი? მე კიდე ესე გამოვიყურებ. აი უკვე ლამაზდება ნელ-ნელა მანქანის სალონიც. დაგვიჩა რაღაც წვრილმანები, უკვე დასაყენებელი, სპიდომეტრიც აყენია. ღამე მაგარია მუშაობა რა. არც ხელა. გრილა შენს მუშაობა. ასწორებს. ეს კაია. აკაც всё. აგერ ჩვენი შედეგიც. ღამეა, არაფერი არ ჩანს. ეს საქარა იმდენად გაბზარული არ იყო, როგორც ეხლა არის, იმიტომ რომ 1-2 ნერვები მოგუშალა. ეგრე იცის სამწუხაროდ. მოიცა. აჰა, всё, ყველაფერი გასაგებია. დიგზა ყველაფერი. ხო, ჩეკი ანთებს. არ ვიცი. ჩეკი არ ანთებს მოიცა, რა უნდა ანთებს ეს. არ ანთებს. გასაგები იყო უბრალოდ მანქანა. всё ეგ არის, აირბაგი უნდა იყოს ანთებული, იმიტომ რომ ფეხის აირბაგი არ გვიყენია და აქ დაშლილი არის, ხვალ უნდა ავაწყოთ ეგ. სხვა დანარჩენი ყველაფერი ჯიგრულად არის. აყენია, ქვასავით არის, ვეღარც ვამოძრავებთ, ბოლტებიც არ დაგვრჩა. ნაცვლად ეგ არის, თუ ბოლტები არ დაგვრჩათ, ესე იგი არასწორად აკეთებთ. მაგრამ თუ ბოლტები დაგვრჩათ, ესე იგი სწორად. ამიტომაც ჩვენ შემოვიტოვეთ რამოდენიმე მოიც დაგვრჩა? კი. რომელიც გვერდზე უნდა დავაყენოთ ხოლმე. ხო, არ დაგვრჩა, ესე იგი, ხვალ ისევ დავშლი. დღეისთვის დაგვრჩა, ესე იგი სწორ გზაზე ვართ. ზუსტად 3:30-ია ღამის და სწორად მივიდივართ. ტორპედო ავაწყეთ. ნაცვლად. დიდი საქმე წავიგდეთ წინ. ხო? აშკარად. ხვალ დამეზარებოდ დღეს. უკვე დღეს. წავედით. კარგად. მშვიდობიანი ღამე. ესე იგი მეგობრებო, მოვედით ჩვენს ჯიპ კომპასთან, შეღებილი არის. საჭის აირბაგი ჯერ არ დაგვიყენებია დამეზარა. მოკლედ მაგ ყველაფერს მე მივხედავთ. ეხლა ამ ჯიპს წავიყვანთ. დავაყენებთ ჩვენს სახლთან, სადაც სხვა პროექტიც არის. გამოიწერეთ არხი რომ დაელოდოთ და არ გამოტოვოთ ის პროექტი. მოკლედ, ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ჯიპი მზად არის, მიგვაქვს ეხლა სახში, დავაყენებთ მე სალონში რაღაცებს და უკვე დაელოდება პოლირებას. პოლირებას როგორც კი მოვრჩებით, ეგრევე წავა გასაყიდად ეს მანქანა. სხვათა შორის ვამთავრებთ უკვე პროექტს და ვიტყვი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში ყავხართ და გამოიწერეთ არხი. წავედით. მოვედით. პოლირება დასრულდა, მანქანა დასრულდა. ცოცხლად ბიჭო. მოვედით, გაციებული ვარ, არ ვიფიქროთ რომ უხასიათოთ ვარ არამე. ისევ გავცივდი, კი, ისევ მე. და ეს არის ჩვენი დაპოლირებული კომპასი. რაც გვიყურებ მანქანა ჩვენი. რა უნდა ვთქვა, ძმა, პოლირება უნდა აჩვენო. ჩართე? უეჭველი? ხო ჩართე. ხო, მოკლედ. რასაც ვამბობ. რაც როგორც შეხედეთ, ჩვენი პროექტის განმავლობაში არც ისეთი რთული პროექტი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენი გარაჟის ხელსაწყოებით მთელი ეკრანი გავასწორეთ, ყველაფერი დავაყენეთ. ნუ იქ ცოტა დახმარება დაგჭირდა ხუჩაში, შეღებოა რაღაცა აქეთ. ხუჩაში? ხო, ხუჩაში. მაგრამ
რაც ტექნიკურ მახასიათებელს ეხებოდა, ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ, რადიატორები გამოვცვალეთ, რაც გასაკეთებელი იყო, აღვადგინეთ. რულის აირბაგები ჩავსვით, რომელიც რატომღაც ისევ ამოსაღები გახდა. ერთადერთხელ ჩასვა რულის აირბაგი და დატოვა შეცდომა. კაი რა ძმა რა. რამე ისწავლე ძმა მოზგავთ. მანქანებს ყიდულობ. მადლობა ძმა, მანქანებს ვერ აკეთებ მერე, სამაგიეროდ. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ფოტოებს გადავიღებთ. გასაყიდად გავუშვებთ. მიმოხილვა? არ გაკამოხილოს. ნახოთ როგორ იქნება ჩვენი განრიგი, თუ რამეს მოვასწრებთ, გადავიღებთ მიმოხილვასაც და გავაკეთებთ ყველაფერს ხვენთვის. წამოვიყვანეთ მანქანა მეგობრებო, ეხლა წავალ სურათებს გადავუღებთ ამ მანქანას. ამ დღეებში ან ხვალანზე მიმოხილვასაც გადავუღებთ ამ მანქანას. ვეცდებით რომ გაჩვენოთ ამის კარგი და ცუდი მხარეები რაც აქვს. სახლის მანქანაც ჩემი აზრით გამოდგება ესეთი მანქანა. სასიამოვნო არის ვიზუალურად და უფრო დეტალურად მან ვისაუბრებთ მიმოხილვაში. მიმოხილვა რო არ გამოტოვოთ, არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში ყავხართ და აუწიოთ არხი ტოპებში. თქვენი დახმარება გჭირდება რომ მეტი და კიდევ უფრო მეტი გამომწერი მოგვემატოს და შესაბამისად ვიდეოს ხარისხებიც აიწევა, ვიდეოს მასალაც უფრო მაგარი იქნება, შესაძლებლობა უფრო მეტი გვექნება და мотиваციაც შესაბამისად. ეხლა კიდე წავედით სურათების გადასაღებად. მაშ ასე გერთვებით გარაჟიდან დაუბრუნდით ჩვენი Jeep Compass-ის Airbags, რომელიც ალექსანდრეს ნახელავმა არ გაამართლა. ამიტომაც ახლა უცებ დავშლი ამ Airbags და ვნახავ რაში ჩავა ალექსანდრემ ამას ფლიპს დაადებს, რა თქმა უნდა. ხო და უცებ ეხა აკუმულატორს ჩავხსნით და სანამ მაგას ვიზავთ, მინდა გითხრათ, რომ თუ გაინტერესებთ ეს რისიფარია, ეს რისიფარია, მეც აღარ გაჩვენებთ. გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ ახალ პროექტებს, რადგან ძალიან მაგარი მანქანა მოდის თქვენთვის. ამისათვის დაელოდეთ. ახლა კიდე მივხედოთ ჩვენს Jeep Compass, ჩვენი ნაბორით. всё, ალექს, წავედით? წავედით. დავაი. მოდი ძმა მოხსენია საირბაგი როგორ დააყენე. რო ვაყენებდი თქვი რომ ერთ მარკას რო კიდევ ერთხელ დავაყენოთ. მიდი. მომე. რა? გაიზიალე. მიკროფონი მაგ. კონები. მიდი. კითხო. ოჭა. ახლა გამოეწე. так, ახლა შევაფასოთ ალექსანდრეს ნახევარ. ეხლა ტექნიკური მხარე ჩაგვერთვება. რა გააკეთე ძმა? ტიპს რა აქ გაკეთებული ე? და მეორე როგორ დარჩა ზავადსკოი? მოდი აქ ბიჭო. ნახოთ ალექსანდრეს აზრი. ამ შესახებ. არ მეცალა ელექტრომობილი. მეორე ზავადსკოი როგორ დაარსდა, როგორ დატოვე? რასკე როგორ? აი ეს მეორე რატო დატოვე ზავადსკოი? რასკე რატო? არ დნება ამაზე, პროსტა ის იმიტომ შევცვალე რომ გატყდა. ხო, მაგრამ აქეთ რა აი ამიხსენი ერთი. იმიტომ რომ ზავადსკოები არ ჯდება. მართლა? მერტო. შოკი წაიღო, მე ერისთვის მივაწოდე. ხა თუ გაღუნული აქ ფეხები უყო. სპარტაშორის არა. მე მგონი მან გაუშვი მაგას. მაგას გაუშვი. აქეთ არის. აი ამის ბრალია რა, ალბათ ცუდად დავადე. Yes. ხილ თვალში არ შემოხდა. ძალიან მაინტერესებს. ვრო
მოკლედ ჩვენამ არა ის არ ედება ნახე პატარა ედება ძმა სწორად ადგას მოკლედ ჩვენამ პრობლემას მოვაგვარებთ და გიბრუნდებით ბიჭო ნახე მე რას ვფიქრობ ეს არის მოდი ანუ ამას ხო აქვს ფერები ხო მე იქნებ просто არასწორად ჩანს ანუ არა ამას ძმა ნახე ორიგინალს აქვს მიმართულება ვიცი ძმა ამასაც აქვს მიმართულება არა შეხედე გეტყვი და მომისმინე ბოლომდე ამას ხო აქვს მიმართულება ხო და იქნება არასწორად დავსვი ჯერ ან რაღაც არასწორად გავაკეთე ვერ ჩაჯდება მე წინაზე მახსოვს რომ ეს რკინები ცოტა მოვღუნეთ აქეთკენ კიდევ სწორად დგას ეხა ედება ცოტა ხო არ მოვღუნოთ კიდე იქნებ რომ სვავ მაშინ ვარდება იქ სწორად დგას რაღაცა მიტოვა მეც არ წემ გუშინ ერთი წამით ეს ამოიღე რა ნუ მე ფოლიტან მე ამის ამოვება არის ახლა ხო კაცი ეკვილებს სტომატოლოგი არ ვარ ჯერ სტომატოლოგი კი არა ლამის ატუჩი გამიხია ხო გეტყოდი ხა ხედა იქას გაჩუნდი და დამაწადე მუშაო ატომგაც სერგოზის ეს კი არა ეს ერთი აირბაგი დააყენა ალექსანდრემ და რამდენადაც ვაკეთებ გაჯუი მაგანიდან გაჯუი ბიჭო და ეს ვითომ ძალით ფანარი ხდება აუ აქეთ მონათება რომ ხედავდი რა შეგე მე იზმა სათან ის ჩათავებს იქით არა მოე კუპკე შენ მე მოიგოთ აუ არა უშავს ეხა ნახე როგორ დაგიჭა დიდაუდი ვაბრუნებ უკან მაიტა მაგის გარეშე შევაერთო თუ ნახოთ თუ მუშაობს აირბაგი მოდი მაშინ დაჭიქი თუ მუშაობს კი არა და თუ ჩაქრება მოდი დაჭიქი მიდი რა მე არ ვენდობი ეს ტრაფას მაშინ მეც უნდა გადავიდე მაქამდე არა შენ იყავი რომ თუ აფეთქ და კადრები მაინც გქონდეს სამახსოვროდ სერგოზი მიდი დამიოთე ჩარტე რო ჩავაერთებ უკან ვეღარ მოასწრებთ ასლა მიდი ეგრევე არ აკეთე გინდა მიდი ხო მიდი შეერთებ არა ეს ვინ არის ჩემი პარკი ის აკიდეს დენი ხო არა არა აბა რა გამოაერთე შენ კიდე მოდი მაშინ იმას ვიზავ მე ჩავაერთებ და დაგიბრუნდებთ ბა პრობლემა მაქვს ვარ ხო პრობლემა ან ჩემ ბრალი არ ყოფილა შენი ბრალი არა ესე იგი მაგაში არ ყოფილა ჩემ ბრალი რატო იმიტომ რომ აი შეიძლება კაბელები დასმული ერთმანეთს ფიზიკურად შეუძლებელია სერგო მომს რო ჩემი ბრალია როგორც წინაზე როდესაც წინა კომპასზე მე დავშალე და ავაწყე ეს დავშალე არა ერთად დავშალეთ და მე მარტო მოვაწყე და სერგომ შენი ბრალიაო რა მან არ ყოფილი მაგრამ ტრეშოტკა რომელიც სერგომ გააფუჭა მართლა სერგოს ბრალი ყოფილი ტიტი რა სიტყვას ვერ ამობს რა იმიტომ რომ ფაქტია ხა მე რასაც ვიძახი ხო ყველაფერი როგორ მეზარება ეხა ეს ყველაფერი რა საშა აი ნუ ხარ ზარმაც სერგო არ გინდო დაძმა ზარმაც როგორ გინდა არ გინდა
თან ისე გავაკეთე. აი 99.9%-ით, აი ის 0.5 დავტოვოთ რა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ ბრალი ერო. არა, მეც არ მეპარება შეიძლება რაცაც. მიასნა ბიჭო. აი გულისხმობ. დანახვარ გინდა. არა. მანდ კიდე არის. ეს ხო შეგეძლო იმეებით გაგეკეთებინათო? ცეცხლს რო უშო. მართლა? ხო. აბა გახსენი ბოლომდე. ეს ზევიდან აგა კიდე გაკეთებული? საგულდაგულოდ გაკეთებული. მე რასაც ვაკეთებ ხარისხიანად ვაკეთებ. შენ მიშველა. ტიპს რეები აქ ნაჩალი ჩახე. ბიჭო მარტო რომ ტოვება მანქანებთან, აბა რა გინდა რომ გავაკეთე. ეს რა არის ჩემი კაი. რა ბიჭო აი პრესტიჟი ხის ახლა. მომინათე მე. აი ეგეთი არის რა. მე მჭირდება სპოტლაიტი. დავაი რა. მეორე თხელი არ მოკიდო ძმა, თუ გინდა მოხსენი ხომ. კაი. ეს ჩაწერილი მაგ. ჩაიწერე ძმა, მე როდესმე მithkom შენთვის დააყენე მეთქი აირბაგი. ზარმაცი ხარო მაბრალე. ზარმაცი ხარ? ვითი და სიზარმაცის იქით კიდე ზარმაცი თუ არა ხარ, დებელი ხარ. გაჯო. ბიჭო მე რეკავენ და ადი. ვერაფერს ვერ მივახცია. აშოთ. მოკითხვა. ხვალ. მივხედავთ მოკლედ უკვე აშოტასთან ერთად, იმიტომ რომ რავი, ამ კაბელს არ მაჭრევინებს, ამაზე არ იწვებაო და აქ კიდე მეზარება ამის მეორე. მაგაზე 72%-ით დაწუნებული ვარ, რომ ეგ. მაგარი პროცენტულობით მოძრავს ძმა. ხო და მოკლედ ამ კაბელის დაშლა მეზარება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, როძიბი ნორმალურადაა გაკეთებული. გეუბნები ძმა. და ამას კიდე არ მაჭრევინებს, ამიტომაც მე აღარ ვეხები და აშოტას მივახედინებთ ამ საკითხს. ხო, სხვა გზა არ გვაქვს. ისე. წავით. აბა თუ გამოიცნობთ, სად ვართ? აირბაგი ვერ გავაკეთეთ და სად ვართ? მოვედით მოლასთან. ეს დარჩება, ხო იცი? მილიონ 4500 კაცი. პირველ დღეს. ბიჭო, კარგად ვიღებთ, არა პირველ დღეს ნახვებს. ძალიან საკაიფოდ. იმ დღეს რამდენი 2 საათის ის დადებული, 3 საათის და რო დავხედე, მე ისო საათს გადავხედე, მე ისო ნახვებს ხო? და საღო. მოკლედ, თუ გაინტერესებთ ესეთი კონტენტი, არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და ნუ აუწიოთ არხი ტოპებში, ჩვენც ვეცდებით რომ უფრო მეტად ხარისხიანი ვიდეოები შემოგთავაზოთ და ცოტა უკეთ გაჩვენოთ ყველაფერი და უფრო დეტალურად და შეიძლება უფრო საინტერესო მანქანებიც რა იცით რა ხდება და რას ვაწყობთ ახლა პარალელურად, ასე რომ გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. მიდი აი აშოტა იტყვის ახლა რომ მე ვარ მთავარი. რა მთავარი ამას აირბაგსაც შენაყენებდი. არა ძმა, მაგის აირბაგი სხვამ გააკეთა. გამოვიდე რომ როით ყველა დასწრებით. შენ ყველა დამაჩალეთ რა. Извини, брат. შენთვის არ მინდოდა. აი ლაუნდება 1 საათს ხო? დაიჭა. ნუ გემსო და. ეს არის დასაყენებელი. გასაწევი რა. ნახე. აი. ვა, აშოტას ვამუღამებინებ, როგორ უნდა ჩასვას გულის აირბაგი, ნახე. ხა როგორ გავაკეთე? აი ცოტათი, მარჯვნივ. ასე? წავედით ახლა ჩვენ და სახში რომ მივოთ მე-15-ე დავშლით ამის ტორპედოს და ძალიან მახარებს სალონში მუშაობა. ფეიქ ღიმილებს თუ ხვდებით, მიხვდებოდით რომ საერთოდ არა. ჩვენი აირბაგის თემა გრძელდება. დღეს უნდა მოვასწროთ აირბაგის გაკეთება, დღეს უნდა მოვასწროთ ამ მანქანის მიმოხილვის გადაღება და რუსთავში წაყვანა. შესაბამისად მაგისთვის 2 საათი გვაქვს. ანუ 2 საათში მაქსიმუმ უნდა ვიყოთ რუსთავში. მაგარი კაცი ხარ ძმა, შენ ყველაფერს აი ესე რო აკეთებ. და მე არაფერი ვერ გამოდის. ყველაფერიც გამოდის, რო არ გამოდიოდეს, ამდენი ხალხი არ ვიყურებ და სხვათა შორის არხი გამოიწერეთ და დალაიქეთ ვიდეო. ესე იგი მაინტერესებთ ხო? რა? ვიფო ნოთინ პარკო მაჟო. პარკში არ არისო. პარკში არ არის. სხვა ჯიპი. გასწორდა ავადყოფია. უნდა დავშალოთ ბარი. აი ეს მოუხსნათ და ქვევიდანაც რა. ამ ტორპედონ თქვი რა.
მართალი ხარ. ამ ტორპედომ დამღალა. მე რამდენად ვშლით აი ალექსის გამოჩნდა. მოვიტანე ნაბორი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. ამიცი რატოანებს. ეს რა არის? ეგ რა? ეგ არის airbag-ის და ის შესაერთება. ეგ იყო airbag-ის და შტეკერი. იქ კაფსულაც აყენია ძმა. კაფსულაც აყენია, შტეკერით შეერთებულია. Конечно, airbag-ი ანთებს და რა არის? აუ, ზე როგორ მანათებს სა. მოიცადე, აჰა. რა არის რო? პირდაპირ აქ კაბელზე დასმოთ ხო რა? ეს დაჭირდა. კომპლიმენტ. რა ჯანდაბახტი. აწყვეტილია ძმა. გაწყვეტილია? ო, რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და ეხლა რო აი ამ ყველაფრის დაშლა არ მოგვიწიოს და გადავჭრათ? გეტყვით კიდე რაღაცას ძმა. შემდეგში ცოტა ყურადღებით იყავით ტორპედოს რო დააყენებთ. რკინა და ტორპედოს შორის აქვს მოყოლებული შტეკი და მაგან მოკაჩა და მოწყვიტა მთლიანად კაბელები. რო იცოდი, რომელიც იმაზე მიდიოდა. ცოტა ფრთხილად იყავით შემდეგში. ანუ ან ჩვენი ბრალია. ეგრე იდერს. თქვენი ბრალია, აბა ის ბრალია. რა ხდება ეხლა ღმერთს? კაი, მოდი აკუმულატორი გამოვაერთოთ. არ მჭირდება ჯერ აკუმულატორის გამოერთება. რა გჭირდება მითხარ? აი ამ ორი ბოლტის მოხსნა მინდა. კაი. დავით. განდობ. Perfect-ა. ჩაკ. ჩამქრალი. Dream Chasers. გამოიწერეთ არხი. და დაგვალაიქით. ეს პროექტი დამთავრდა. მანქანა სრულად დაწყობილია. აიწყო. ბარდაჩოკი არ მოხმარა აიწყო და ეხა მივდივართ ამ მანქანის მიმოხილვის გადასაღებად და თუ გაინტერესებთ როგორი მანქანა არის, ან ჩვენი მომავალი პროექტები, ან თუ უბრალოდ გინდათ რომ გვერდში დგომა ვაჩვენოთ, რომ მართლა გაინტერესებთ, დავაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ. გამოიწერეთ არხი აუცილებლად და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და იმათაც უთხარით რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ აღლა ავიდეთ და სპონსორებს დავანახოთ რომ მაგარი ტიპები ვართ. დავით.